მოგესალმებით, მე ვარ ლალიკო თბილისი მედიკიდან. დღეს ჩვენთან იმყოფება მაღალ ტექნოლოგიური თვალის კლინიკის დამფუძნებელი და ოფთალმოლოგი თამუნა სულხანიშვილი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს კლინიკა ახლახანს გაიხსნა. 10 წელზე მეტი არის თამუნას ოფთალმოლოგიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება და მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კლინიკა სრულად დაკომპლექტდა ნაიდეკის მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით. მადლობა მოგწანებისთვის. მოდი დავიწყოთ, როგორ გაჩნდა ეს იდეა საერთოდ კლინიკა რომ გაგეხსნათ და რა იყო ამ იდეის მთავარი мотиваცია რომ შეგესრულებინათ მერე უკვე. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამ კლინიკის გახსნის мотиваცია მომცა სურვილმა შემექმნა სივრცე, სადაც სრულყოფილად მოხდებოდა ხარისხობრივი, ანუ ეგრეთ წოდებული ციფრული მხედველობის კონტროლი. ეს იდეა გაჩნდა ჩემი პიროვნული მახასიათებლიდან, ყველაფერი ვაკეთო სრულყოფილად, ასე ვთქვათ, უნაკლოდ. შესაბამისად, ამის ნით განხორციელებაში დაგვეხმარებოდა არა სტანდარტული, არამედ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ჩვენ დღეს შეგვიძლია თვალის სრულყოფილი ციფრული პასპორტის შექმნა, ეგრეთ წოდებული. რის საშუალებას გვაძლევს ეს ყველაფერი, ამ ყველაფრით ხდება შეფასება ხარისხობრივი მხედველობის პარამეტრების და საბოლოოდ ციფრული მხედველობის ციფრული ეფექტის მიღების. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა პაციენტისთვის. ნამდვილად. და არა მარტო. მე მაინტერესებს, აი რას გულისხმობ, თქვათ, ციფრულ პასპორტში, ეს რაღაცა, თქვათ, შეიძლება იყოს რაღაც მრავალშრიანი სურათი თვალის თუ არა რასაკვირველი არა, ოფთალმოლოგიაში არსებობს ორი ტიპის მხედველობა, მოდით აქედან დავიწყოთ, ეს არის რაოდენობრივი და ხარისხობრივი. შესაძლოა გამოსახულებას ვხედავდეთ რაოდენობრივად, მაგრამ გააჩნია რა ხარისხით. დიახ, რა ხარისხით. ეს უკვე ხარისხობრივი მხედველობა, რომლის განსაზღვრაც ხდება გარკვეული სპეციფიური პარამეტრების მეშვეობით, მაგალითად აბერაციების შეფასება. უამრავი პარამეტრია, რომლის გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ საბოლოოდ ეგრეთ წოდებული სამგანზომილებიანი მხედველობა, ეგრეთ წოდებული ციფრული მხედველობა. მოდი ჯერ გკითხავთ, აი რა გზა გაიარეთ, ანუ აქამდე სანამ მოხვიდოდი, ვთქვათ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით ექიმი, ოფთალმოლოგი და მე უკვე ამ 10 წლის განმავლობაში შეიძლება დაგვარად მოკლედ რომ მოგვიყვეთ, სად იყავით, ვთქვათ, რომელ კლინიკებში და ასე შემდეგ. ამ სპეციალობის მიღება გადამაწყვეტინა პიროვნულმა მახასიათებელმა ემპათიამ. ანუ დავეხმარო ზოგადად პაციენტებს. მე მაქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდი კლინიკა დავინჩიში. და შემდგომ უკვე გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა. შესაბამისად, ანუ ზემოხსენებული თავისებურებიდან გამომდინარე, ჩემს კლინიკაში ვცდილობ ყველა პაციენტისთვის იყოს აი ეს მომენტი, ემპათია, თანაგრძნობა გათვალისწინებული. რატომ? იმიტომ რომ მე ვთვლი, ჩვენ ექიმები ერთხელ მაინც უნდა ვიყოთ პაციენტები, რომ ზუსტად მივხვდეთ, რას გრძნობენ პაციენტები ჩვენთან ვიზიტის დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ. კი, ნამდვილად, რა არ ვიცი, ჩემი დამოკიდებულებაც მსგავსია, რომ რაც არ უნდა პროფესიონალი ექიმი იყო, ემპათიის გარეშე და ემპათიის გარდა არ კიდევ ვთქვათ, ძალიან ბევრი დეტალია აი კონსულტაციების დრო მაგალითად, რაც ძალიან დიდი ტკივილია ყველა პაციენტისთვის, რომ ზოგთან ეს თანხების კონსულტაციის ყველასთან განსხვავებულია, თუმცა მაინც ბაზარი რაღაცნაირად არეგულირებს. მინიმუმ 100 ლარი არის კონსულტაცია საშუალოდ, რომ აიღო ოფთალმოლოგზე არ მაქვს საუბარი ნებისმიერი მიმართულების ექიმთან რომ მიხვიდე და ძირითადად არის ხოლმე ეგ, რომ აი
ერთი შემომხედა და დამიწერა ფურცელზე რაღაც ვთქვათ დიაგნოზი თუნდაც ან მედიკამენტი, რის შესახებაც მეორე მხარეს გულისხმობ პაციენტს წარმოდგენაც არ აქვს რა არის ეს დაავადება. აი მოდი ამაზე რო ვისაუბროთ, რადგან ემპათიაზე გავამახვილეთ ყურადღება. თქვენთან როგორ იქნება ამაზე თუ გაკეთდება აქცენტი, ან თუ არის რაღაცა საშუალო დრო კონსულტაციის, რა დროს უთმობთ თქვათ პაციენტს? დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო შეკითხვაა და რატომ მედიცინაში არსებობს ესეთი გამოთქმა, არ არსებობს ორი ერთნაირი პაციენტი. ანუ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური. შესაძლოა ზოგიერთ პაციენტს დაჭირდეს 9 საათი, ზოგიერთ პაციენტს დაჭირდეს 3 საათი. რატომ? იმიტომ, რომ ამ ყველაფრის განსაზღვრა ხდება თუ რა დრო უნდა დაუთმოთ პაციენტს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად რთულია პაციენტის მდგომარეობა, რასაკვირველია, მას გაცილებით მეტი დრო დაჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც მორალური მხარდაჭერა, თუნდაც ზუსტად ეს ჩემი აზრით და ჩემს კლინიკაში სამომავლოდ პაციენტისთვის დათმობილი დროის სარჩულად იქნება ზუსტად ეს ემპათია და თანაგრძნობა. მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტის გამო მიტირია ვაღიარებ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ იქნება ჩემთან განსაზღვრული დრო, თქვათ მხოლოდ 9 საათი, ან მხოლოდ 1 საათი და მეტი არა. შესაძლოა ეს აღემატებოდეს არა 3 საათს, არა 4 საათს, არამედ პაციენტი, როდესაც სახლში წავა რთულია, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან იქნება თუნდაც დარეკვის სახით, მოკითხვის სახით, სანამ არ დავრწმუნდები, რომ პაციენტი უსაფრთხოდ არის, მანამდე რასაკვირველია პაციენტისთვის დათმობილი დრო შესაძლოა იყოს განუსაზღვრელიც. ანუ ემპათიის გარდა ეხლა გადავედით იქ, რომ ანუ ეს ემოციური მომენტი არის პაციენტებთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ ეხლა გამოდის, რომ უარყოფთ იმას, რომ რაღაცა ცივი გონებით მივუდგეთ პაციენტებს და ადამიანებს. ეს ერთის მხრივ კარგი არის, თუმცა მეორეს მხრივ რაღაცა ხელისშემშლელიც შეიძლება აღმოჩნდეს, არა? ხელისშემშლელი ალბათ ჩემთვის. ანუ ემოციურად თუნდაც ეხა ყველა ადამიანის ემოცია თუ კი, მესმის, თუმცა მე სიამოვნებას მანიჭებს ის, როდესაც ადამიანს პირიქით, ხმარებით. დიახ, რასაკვირველია. ანუ პირიქით, ეს ჩემთვის არის სიამოვნება, ყოველთვის აღნიშნავ და ყოველთვის საკუთარ თავში ვპოულობ იმ მომენტს, რომ მე პაციენტებთან ურთიერთობა მანიჭებს სიამოვნებას. ამიტომ მესმის ეს მოითხოვს დროის რესურსს, ენერგიის რესურსს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. იმიტომ რომ ამით ვიღებ სიამოვნებას, როდესაც პაციენტი არის მაქსიმალურად სრულყოფილად მოვლილი. როგორც მესმის. დღეს რა ხდება ზოგადად, მოდი, ოფთალმოლოგიაში, რო გითხრათ, რა ეტაპზეა ჩვენი ოფთალმოლოგია, მსოფლიოში რა ხდება ოფთალმოლოგიაში და სად არის საქართველო? იცით რა, ანუ თამამად შემიძლია ვთქვა და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ოფთალმოლოგია მოწინავე საფეხურზეა. სოფლიო დონის თანამედროვე სტანდარტებს თუ გავითვალისწინებთ. და ეს ძალიან საამაყოა, რატომ? იმიტომ რომ პაციენტს აქვს იმის ფუფუნება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს ისეთი მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება ოფთალმოლოგიაში, როგორიც არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები. ასე რომ ამ მხრივ შეგვიძლია თამამად ვიღოთ. ყველა მიმართულებაში ეგ სიტუაცია გვაქვს? გულისხმობ ოფთალმოლოგიის ყველა მიმართულებას თუ არის? თითქმის, თუმცა რამოდენიმე მიმართულებას მაინც გამოვყოფდი, რომ მაგალითად ნეიროოფთალმოლოგია ცოტა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა დანარჩენ მიმართულობებს შეგვიძლია თამამად ვენდოთ. კი, აი ეხლა გამახსენდა მე პაციენტის ისტორია, რომელსაც შევესწარი ერთ-ერთ კლინიკაში ყოფნის დროს, რომელიც მოვიდა ექიმთან, ბავშვი ყავდა პატარა 4-5 წლის დაახლოებით და ამ ბავშვს ჰქონდა გლაუკომა თანდაყოლილი. მაშინ პატარა ასაკში, როგორც მახსოვს ალბათ, 1 წლამდე ასაკში გაუკეთდა გლაუკომის ოპერაცია.
ერთ თვალზე. და მერე იყო მონიტორინგზე, თუმცა დედა ამბობდა, რომ ფაქტიურად აქო და მეორე თვალშიც ქონდა გლაუკომა. ოღონდ უკვე მერე. ის არის თანდაყოლილი ასიმეტრიული პროცესია, ამიტომ დიახ. რისი თქმა მინდა ამით, რომ მშობელს რომ ვესაუბრე, ნუ რაღაც გარკვეულ საკითხებს რაღაცები აინტერესებდა, თვალისწნევის საზომი აპარატი უნდა და რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ არის საქართველოში აი ამ დაავადების მართვა ბავშვებში, როგორ უნდა უმართოთ, ანუ არა თვითონ აპარატურაც, აი ცალკე გლაუკომის სკრინინგი, ეს ხო არ არის მხოლოდ თვალისწნევის გაზომვით, რომ დადგინდეს, რადგან თვალისწნევა მაღალი გახსოვს აუცილებლად. თუმცა პირველი ნიშანი შეიძლება იყოს, აი გლაუკომასთან დაკავშირებით რა ხდება, ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში, თუ არსებობს გლაუკომის ცენტრი, ну ესე ცალკე როგორც ვიცი არ არსებობს და ამიტომ თუ არიან სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ რომ მართონ დიდებს არ გულისხმობ, გულისხმობ ამ შემთხვევაში პატარებს, იმიტომ რომ ამ მშობელს ძალიან აწუხებდა ეს საკითხი და როგორც ვიცი, საფრანგეთში აპირებდა წაეყვანა თავისი შვილი. ბავშვთა ასაკში, ბავშვთა კონტინგენტში გლაუკომის მართვის ცალკე სტანდარტები არსებობს, რატომ? იმიტომ რომ თვალისწნევის განსაზღვრას ზოგჯერ ჭირდება ბავშვის დაძინება, ასე ვთქვათ, ზოგადი ანესთეზიის ფონზე, იმიტომ რომ თვითონ რთულია ბავშვი გააჩერო და ანუ თვითონ თვალისწნევის გაზომვაც გულისხმობს გარკვეული წესების დაცვას. ამ კუთხით ცოტა რთულია, რომ გითხრათ, რომ საქართველოში ვთქვით, ცალკე ცენტრი არსებობს ბავშვთა ასაკში გლაუკომის მართვის, მოგატყუებთ, თუმცა როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოშიც არის კარგი სპეციალისტები, საშუალო სპეციალისტები და არ საუბრობ დანარჩენზე, დიახ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ამ სფეროში სპეციალიზირებული, ვინ არის წამყვანი სპეციალისტი და შეგვიძლია მივანდოთ, შეგვიძლია ვანდოთ ჩვენი თვალი, ასე ვთქვათ. მინდა რაღაცნაირად რომ ეს ჩვენი საუბარი იყოს რაღაც მხრივ პაციენტის გაიდლაინი თუ შეიძლება დავარქვათ, არ ვიცი, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მაგალითად მიდიან ოფთალმოლოგთან, ეჭვი გლაუკომაზე, ან უბრალოდ სათვალის ხა ძალიან ხშირია ბავშვებში, ყველა სათვალის დადის თითქმის ესეც რატო არის, რატო შეიცვალა ესე, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ბავშვი გაჩნდა ჩვენ სამყაროში სათვალით უკვე რა. მოდი გლაუკომაზე რადგან ვსაუბრობთ, გლაუკომაზე ეჭვი ვისაც აქვს ამ პაციენტს, რომელიც მიდის ოფთალმოლოგთან, რა გზას გადის. მინდა რომ ცოტა სიღრმეებშიც ჩავიდეთ, რომ მარტივად იყოს მათთვის გასაგები. ნახე რა მინდა რომ შეაფასონ რა არის სტანდარტი. აი რა უნდა გაკეთდეს, მე მივდივარ კლინიკაში, ვთქვათ, შევედი ოფთალმოლოგის კაბინეტში და რა აპარატურაში ან რა პარამეტრებია მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა ნახოს ოფთალმოლოგმა. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ გლაუკომაზე და მე მაინტერესებს, რადგან ძალიან ხშირია ბავშვებში, სათვალის დანიშვნა როგორ უნდა მოხდეს სწორად. კი ბატონო, დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკობრივ კატეგორიას. იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პათოლოგიები არის უფრო მაღალი რისკით, ასე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, პაციენტი რა ასაკის არის, ჩვენ დაახლოებით ვიცით ამ ასაკში, რომელი პათოლოგიების რისკია მაღალი და უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ კუთხით თვითონ კვლავების ჩაშლას. გარდა ამისა, ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში არსებობს კვლავების ეგრეთ წოდებული რუტინული კვლავები, რომელიც ყველა პაციენტისთვის სავალდებელოა. ეს არის მხედველობის განსაზღვრა, ეს არის რეფრაქციული მანკის დიაგნოსტირება, თვალისწნევის კონტროლი, ასე ვთქვათ. მარტი აქვე ჩაგეკითხებით რეფრაქციის განსაზღვრა, ანუ რეფრაქტომეტრით, ავტორეფრაქტომეტრი, ძირითადად. თვალისწნევის განსაზღვრა ხდება, თუ პორტატულია ესე თვალში. თვალისწნევის განსაზღვრის ორი მეთოდი გვაქვს, ეს არის
აკონტაქტური და კონტაქტური. თუმცა ძირითადად მაინც სტანდარტად მიჩნეულია Goldman-ის მეთოდით განსაზღვრა, დიახ. თუმცა ყველა ასაკობრივ ბავშვებში შეუძლებელია, იმიტომ რომ Goldman-ის წესით აუცილებელია თვალის ფიქსაცია. ამიტომ ვახსენე, რომ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ხდება ხოლმე თვალის წნევის განსაზღვრა, თუმცა არსებობს, დიახ. მაგალითად აიქერის ან პავ-ტესტის მეთოდი, რომელიც ისეთი ზუსტი არ არის, როგორც მაგალითად Goldman-ი. თუმცა მაინც მიახლოებულია და ალბათ ისის გასათვალისწინებელია აქ, რომ თვალის წნევა დღეში შეიძლება ძალიან ბევრჯერ შეიცვალოს, გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე. თუმცა თვალის წნევის მხოლოდ თვალის წნევის მაჩვენებლით არ ხდება გლაუკომის დიაგნოსტირება. აი, მაინტერესებს. კი ბატონო, არსებობს ფუნქციური კვლავები და ანატომიური კვლავები. მაგალითად, ანატომიური კვლავა ვიცით, რომ გლაუკომა აზიანებს ხედველობის ნერვს. ამიტომ ნიშნულოვანია მხედველობის ნერვის კომპიუტერული ტომოგრაფია. ანუ მაგნიტორეზონანსული კვლევა ხო? არსებობს OSITS ცალკე მხედველობის ნერვის რეჟიმი, HRT არის ესეთი კვლევა, რომელიც არის მხედველობის ნერვის ანატომიურ სურათს გვაძლევს, ანუ მხედველობის ნერვის ცალკეული ბოჭკოების რაოდენობის დონეზე. რითიც ჩვენ საზღვრავთ, აქ გვაქვს თუ არა ნერვის დაზიანება, სპეციფიური დაზიანება გლაუკომისთვის. გარდა ამისა, არსებობს ფუნქციური კვლევა, როგორიც არის კომპიუტერული პერიმეტრია, რაც გვაძლევს დაახლოებით 5 წლით ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას, სანამ ფუნქციური დანაკლისი გამოვლინდება, დიახ, გლაუკომის მიზეზით. კი, გასაგებია, მადლობა. მე ახლა ცოტა რომ გავამარტივო პაციენტებისთვის ესე ავხსნი თქვენ ნათქვამს. შევდივართ კლინიკაში, არის გლაუკომაზე ეჭვი თუ არ არის, ნუ ყველა შემთხვევაში პირველი საწყისი რაც არის, გვამოწმებენ ავტორეფრაქტომეტრზე, რომ ნახონ ჩვენი რეფრაქცია. ეს ნებისმიერ ასაკში. ტონომეტრი ზომავს თვალის წნევას, თუ არის პატარა ბავშვთა ასაკში და არ ხდება კონტაქტური, ძირითადად არ ხდება თვალის წნევის კონტროლი, იმიტომ რომ ეს არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც გვაქვს გლაუკომა, აუცილებლად გვაქვს კლინიკური სურათი. მაგალითად, ხარის თვალს ვეძახით, როდესაც არის თვალის კაკალი დიდი ზომის და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში ხომ საჭიროა რომ ხო, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ გლაუკომაზე. ანუ ავტორეფრაქტომეტრი, ტონომეტრი, რითიც მოხდება თვალის წნევის გაზომვა. შემდეგი არის, რაც უნდა ვიკითხოთ, რომ თვალის წნევა შეიძლება გქონდეს მაღალი, მაგრამ ეს არ იყოს აუცილებლად გლაუკომა და ამას მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ხშირად იყო ხოლმე, რომ ჩვენც ვაკეთებდით აქციებს, ვთქვათ, გასვლებს რეგიონში და იქ არ ქონდა შესაძლებლობა, რომ წაგვეღო მაგალითად OCT ან სხვა რაღაც დამატებითი აპარატები. პირველად იყო, რომ თვალის წნევას ვნახულობდით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გლაუკომა აქვს ამ ადამიანს. შემდეგ უნდა მივიდეს კლინიკაში, შემდეგი ეტაპი არის OCT, უნდა იკითხოთ, გადაგიღეს თუ არა, რომ ვნახოთ ჩვენ. OCT აუცილებლად ხედველობის ნერვის, იმიტომ რომ OCT არის თუ არა დაზიანებული, ხო, მაგ რეჟიმით, და იქამდე ვთქვათ, აი ეს 5 წლიან შუალედში რო ხედავს თქვენ რაც აღნიშნეთ, პერიმეტრია. 5 წლით ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას გვაძლევს და მხედველობის ნერვის ვიზუალური დათვალიერება. კი, ეს არის იგივე ბიომეტრია. აბსოლუტურად გეთო. მადლობა ძალიან დიდი. მოდი, აქვე რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვთქვათ, მივიყვანით ბავშვი კლინიკაში, რომელსაც აქვს ან პლუსი, ან მინუსი, ან ასტიგმატიზმი. როგორ ხდება და რა პროცესს გადის, აი ეს რომ მოგვიყვეთ. მოდის ბავშვი კლინიკაში, სკოლის ასაკის. ბავშვი რასაკვირველია ვამოწმებთ მხედველობას სათვალის გარეშე, მხედველობას იმ სათვალეში, რასათვალეც აქვს უკვე ბავშვს. რამდენად გვაქვს best correction, best correction ის არის საუკეთესო კორექცია, ანუ სრულყოფილი კორექცია ამ კონკრეტული თვალისთვის. შემდგომ უკვე ვამოწმებთ თვალის რეფრაქციულ სტატუსს, ანუ რეალურად რა ნომერი ჭირდება თვალს რომ მივიღოთ ეს სრულყოფილი კორექცია. ბავშვთა ასაკში ძალიან დიდი როლი უკავია აკომოდაციას, ანუ ეს არის ცილიარული კუნთის ხარჯზე ცრუ ფსევდომიოპიზაცია, ასე ვთქვათ, ცრუ მინუსის არსებობა. კი, მაგას ვეძახით, არა სამედიცინო ტერმინად რო ავიღოთ, თვალის სპაზმი მაქვს, ეგრევე
ხოლმე ხშირად არა? დიახ, კი ბატონო, ამიტომ უნდა გამოირიცხოს და მოდით აქვე პატარა გადახოვას გავაკეთებთ, ზუსტად ჩვენს კლინიკაშია ეს შესაძლებლობა, სადაც ხდება აკომოდაციის უკაცრავად ულტრათანამედროვე აპარატურის კონტროლი, უშუალოდ ითვალისწინებს და ზომავს აკომოდაციის ხარისხს. აკომოდაციის ამპლიტუდა, ფლუქტუაცია, რითიც ხდება ის ზუსტად ამ ცრუ მიოპიზაციის გამორიცხვა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, იმის საჭიროების განსაზღვრა, თქვათ, სკოლის ასაკის თუ სტუდენტობის ასაკის კატეგორიის პაციენტებს, ანუ კონტინგენტს ჭირდება თუ არა ეგრეთ წოდებული digital, ანუ ციფრული ლინზები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე თვალის დამცავი, რასაც ვეძახით. კომპიუტერთან მუშაობის დროს ან ტექნიკასთან. ესე რომ ვთქვათ, ანტიფატიკის ლინზებსაც ვეძახით ამას, გარდა ამისა მომენტალურად ხდება ეგრეთ წოდებული CVS სინდრომის, ანუ ციფრული დაღლილობის სინდრომის განსაზღვრა და ძალიან მნიშვნელოვანია რეფრაქციული ქირურგიის წინამოსამზადებელი პერიოდის ეტაპების ძალიან სწორად გავლის კუთხით, აი ამ აპარატურის და ამ აკომოდაციის შეფასება. მე მაინც დავაკონკრეტებ, რადგან პაციენტისთვის ეს უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, გზამკვლევი. შევიდა პაციენტი კლინიკაში. მიყვანა ბავშვი. ეს ბავშვი ამ ბავშვს აქვს, ვთქვათ, სათვალე. ჩვენ ვამოწმებთ, ვთქვათ, სათვალეში, ანუ იმ ნომრით, რაც მას უკვე უკეთია, როგორია მხედველობა და დაახლოებით გვეუბნებიან ხოლმე, რომ აქ 60%, 70 ან დაბალი ან მაღალი ამ სათვალეში. შემდეგ ვამოწმებთ სათვალის გარეშე. შემდეგ თუ სათვალეში არ გვაქვს საუკეთესო კორექცია, ანუ მაქსიმალური მხედველობა, ძირითადად როცა მიყავს არ გაქვს, ანუ 6 თვის მერე, ანუ განმეორებით კონსულტაციაზე მიდიხარ. ბატონო, ეს თვითონ ზრდის პროცესის თანრევი ის არის პროცესი. შეგვიძლია ეგრეთ წოდებული სტენოპიური ხვრელით, ანუ ესეთი არსებობს, ანუ ხვრელია, რომ ანუ პატარა სტენოპიური სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხვრელია, რომლის გავლითაც ზუსტად საზღვრავთ რა არის ამ კონკრეტული თვალის მაქსიმალური შესაძლებლობა. ანუ რამოდენს უნდა ხედავდეს, თუ სტენოპიური ხვრელით მიღწეული მხედველობას არ შეესაბამება ბავშვის სათვალეში არსებული მხედველობა, მაშინ არ გვაქვს best correction-ი, best correction-ს ისედაც მივხვდებით ჩვენ რომ გავუკეთებთ კორექციას, არის თუ არა ის სათვალე შესაბამისი. იმისთვის რომ განსაზღვროთ რა არის ამ კონკრეტული თვალისთვის საუკეთესო კორექცია, აუცილებელია ციკლოპლეგიის ჩატარება. რას გულისხმობ? ციკლოპლეგიის, ანუ ცილიარული კუნთის მაქსიმალური გათიშვა, მოდუნება და უკვე ციკლოპლეგიის ფონზე რეფრაქციის, ანუ სათვალის ნომრის განსაზღვრა. ჭირდება მინუსი, პლუსი თუ ასტიგმატიზმი და არ შეიძლება სათვალის დანიშვნა ფართე გუგით. ხო, აი მოდი ამ საკითხს შევეხოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცილიარული კუნთის მოდუნება გათიშვას ახდენენ ხოლმე, ასე ვთქვათ, თვალის წვეთების საშუალებით? აი რო გვეუბნებია, რომ საშუალებით ხდება მხოლოდ და დაელოდეთ, ეგ არის. მხოლოდ ეს არ არის. ბავშვთა ასაკში უმჯობესია ჩატარდეს ატროპინიზაცია, დავუნიშნოთ. 3 დღის განმავლობაში ატროპინი დავიბაროთ და მისვლამდე? მისვლამდე დიახ. ანუ მოვიდა ჩვენთან პაციენტი, ვუნიშნავთ ატროპინს, 3 დღე ატროპინის ჩაწვეთებიდან მე-4 დღეს მოდის ჩვენთან, საზღვრავთ რეფრაქციულ სტატუსს. ანუ ატროპინი უკეთესად ადუნებს ამ და მაგიტომ ხო? დასაკვირველია, უბრალოდ არ არის კომფორტული, იმიტომ რომ ბოლო ჩაწვეთებიდან დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გუგარჩება ფართე. და ეს ძალიან სერიოზული დისკომფორტია. ამიტომ დიახ. შემდგომ მოდის პაციენტი ჩვენთან, საზღვრავთ ფართე გუგით უკვე ციკლოპლეგიის ფონზე, საზღვრავთ სუსტ რეფრაქციას და ვუშვებთ პაციენტს. რატომ? იმიტომ რომ ველოდებით გუგის შევიწროვებას და უკვე ვიწრო გუგაზე, ანუ ფართე გუგით ან ციკლოპლეგიის მონაცემები არის საბოლოო, აუცილებლად და ვიწრო გუგით ინიშნება სათვალე. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითი, ასტიგმატიზმის დროს
ცილინდრის კორექცია, ანუ ცილინდრით კორექცია ხდება მხოლოდ ვიწრო გუგით. ფართო გუგის შემთხვევაში, აი თუნდაც ეს მცირე ნიუანსი, აღარ შევიჭრები დეტალებში, ფართო გუგით ცილინდრის დანიშვნამ შესაძლოა მოგვცეს გარკვეული უზუსტობა. ეხლა ძალიან ისეთ თემას შევეხეთ, რომ ასე ვთქვათ, რეალობა და თქვენი ნათქვამი ცოტა მაშინ მოდის ურთიერთსაწინააღმდეგო ანუ უპირისპირდება ერთმანეთს იმიტომ რომ ალბათ უმეტესობა რესურს მოითხოვს. ხო, აი ეგ არის. უმეტესობა ვინც ყოფილა ოფთალმოლოგთან თვითონ ან ბავშვი ყოლია და მეც ჩემი პირადი გამოცდილებიდან ანუ იმის გარდა რომ ექიმებთან და ოფთალმოლოგებთან ყოველდღიური შეხება მაქვს როგორც პაციენტის როლში ყოფილვარ და ვიცი რომ აი იმ წვეთებს რომ ჩავიწვეთებთ და 9 საათი რო დაველოდებით ვთქვათ მის შემდეგ უკვე ინიშნება სათვალე. ბავშვთა ასაკში ჯობია რომ ჩატარდეს ატროპინი ციკლი. თქვენ ამბობთ რომ გაფართოვებული გუგა როცა მაქვს არ შეიძლება სათვალის დანიშვნა. რეკომენდირებული არ არის. თუ გვინდა მაქსიმალურ სრულყოფილ ეფექტზე გავიდეთ, რეკომენდირებული არ არის. სათვალე ინიშნება ვიწრო გუგით. ხო, ანუ ძალიან ისეთი ჩემთვის ძალიან დიდი სიახლე არის. დიახ, პრესბიოპიული სათვალის დანიშვნა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად ვიწრო გუგით. აქ რომ ბოდიში გაგაწყვეტინეთ, რომ ალბათ გააჩნია სიტუაციასო, ექიმები შეგვედავებიან, არა? არა. ფართე გუგით, ფართე გუგის პირობებში სათვალის დანიშვნა არ არის ეს სწორი მიდგომა. მადლობა. ხო, ძალიან საინტერესოა რა. იმიტომ რომ რაღაცაა დამოტრიალდა. დიახ, ვისაუბრებთ და გვინდა სწორი სტანდარტები გავითვალისწინოთ, ეს რეალობა. კი. თუ რა თქმა უნდა აპარატურულად არ ხდება, რაც ზემოთ აღვნიშნეთ აკომოდაციის შეფასება. ხო, ზუსტად ამიტომ დიახ. კლინიკაში ახლა რომელიც გაიხსნა, აქვე ვთქვათ, რომ ამ აპარატს აქვს იმის შესაძლებლობა, რაც ვიცი მე პირადად, რომ ყველა კლინიკას არ აქვს მსგავსი აპარატი, სადაც ითვალისწინება. პრეცედენტია და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს. შეგვიძლია ძალიან კარგი მამაღლა გავაჟღეროთ ეს. კი. რომელიც ზომავს აკომოდაციის ხარისხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გადამწყვეტი. კი, გადამწყვეტი, განსაკუთრებით რეფრაქციული ქირურგიის წინა მოსამზადებელი ეტაპების გავლის დროს, იმიტომ რომ თუ არ მოხდა აკომოდაციის სწორი შეფასება, ეს რასაკვირველია შედეგზე აისახება. რა აკლია თქვენი დაკვირვებით დღეს სამედიცინო ბაზარს, მოდი ესე რომ განვაზოგადოთ. ფიქრობ იგივე ემპათია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ემპათია არა მარტო პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაში, არამედ კოლეგიალურ დონეზეც. რატომ ვფიქრობ ასე? ნუ ამის ფიქრის საფუძველს მაძლევს პირადად ჩემი გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციების დონეზე, სადაც წამყვანი ექსპერტების მიერ ხდება მათი კლინიკური შეცდომების არა წარუმატებელი შემთხვევების გამოტანა, გამოაშკარავება, რატომ? იმიტომ რომ ამით მაგალითი მისცენ კოლეგებს თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს ხელს უწყობს თვითონ დარგის განვითარებასაც და კოლეგიალურ თანადგომას და ასე შემდეგ. იგივე ვიტყოდი ექიმს და პაციენტს შორისაც. უნდა იყოს ექიმს და პაციენტს შორის მთავარი ამოსავალი წერტილი, ემპათია, თანაგრძნობა, პაციენტის ემოციური ფონის ნდობაც არის ალბათ რა, ანუ პაციენტის მხრიდან ყოველ შემთხვევაში ნდობა თუ არ გაქვს გრძნობს, ხო, რამდენად გულწრფელი არის, რამდენად ზრუნავს შენზე. დამირწმუნეთ, პაციენტი ყოველთვის გრძნობს. იმიტომ რომ პაციენტი სხვა ადამიანია და ადამიანის აბსოლუტურად და მე ბედნიერებას მანიჭებს ხოლმე პაციენტების შეფასება, თქვენთან რომ მოვდივართ, თავს გრძნობთ, თითქოს საკუთარ სახლში ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან აბედნიერებს ექიმს ყოველ შემთხვევაში, ნუ ჩემს შემთხვევაში ეს ასეა.
მოდი გადავიდეთ ტექნოლოგიების ნაწილზე. რადგან ხას ვუსვავთ იმას, რომ ეს კლინიკა გაიხსნა, არის ესეთი მაღალ ტექნოლოგიური, ჩვენი მხრიდან ბრენდი ნაიდეკი, ნუ მოკლედ ვიტყვი ორი სიტყვით, ოფთალმოლოგიაში ვინც არის ყველა მიცის ისედაც, რომ არის იაპონური ტოპ ბრენდია, ასოცირდება სანდოობასთან, სიზუსტესთან, საიმედოობასთან. ჩვენი პირადი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. კი, მინდა გკითხოთ როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება აი ტექნოლოგიების შერჩევის მომენტში, როგორ ჩამოყალიბდით კონკრეტულად აი ამ ბრენდზე და შემდეგ უკვე მინდა ვისაუბროთ მეც მოყვები მე ჩემს გამოცდილებას როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ასე ვთქვათ და როგორ შეირჩა ეს მოდელები, აი რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა შერჩევა ტექნოლოგიის ზოგადად ამ თემით რომ დავიწყოთ. კი ბატონო, პირველ რიგში იაპონური ხარისხი. რაც გულისხმობს თავის მხრივ სიზუსტეს. აქედან გამომდინარე, მე მინდოდა არჩევანი გამეკეთებინა ისეთ მაღალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, რომელიც ერთეულ გამონაკლის შემთხვევებშიც კი გამორიცხავდა და გაანულებდა შეცდომის დაშვების ალბათობას. ამის მაგალითად მე შემიძლია მოვიყვანო პირადად ჩემს კლინიკაში ასეთი შემთხვევა. ჩვენთან იყო პაციენტი, რომელმაც იცოდა 15 წლის განმავლობაში, რომ მას ჰქონდა დიაგნოზი ეჭვი გლაუკომას. 15 წლის განმავლობაში ეს პაციენტი ცხოვრობდა შიშის ქვეშ, რომ შესაძლოა ხვალზე მას ჩამოუყალიბდეს გლაუკომა. ჩვენ ანონაიდეკის ბრენდის საშუალებით განუსაზღვრეთ თვალის წნევა, რომლის პარალელურადაც ჩვენ მიერ შეძენილი აპარატის საშუალებით ხდება პაქიმეტრიის განსაზღვრა და ამ აპარატში არსებული ფორმულის საშუალებით ხდება ავტომატური კორელაცია, ანუ ავტომატური შეფასება. კი ბატონო. რამდენად რეალურია თვალისთვის ეს თვალში და წნევა. რა თქმა უნდა, ეს დიაგნოზი არ დადასტურდა და პაციენტი დღესდღეობით არის ბედნიერი. ძალიან საინტერესო დიაგნოსტირებით წლების განმავლობაში პაციენტისთვის კი, ძალიან საინტერესოა. ემოციურად არასასურველი წლები. კი, და ძალიან ბოლო კარგია ამ кейსს ასე ვთქვათ, რომ ნუ სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად რომ რაღაც იმაზე არ ხარ დაძაბული. აქ ხაზი უნდა გაისვას იმას, რომ ამ აპარატს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეუძლია დაადგინოს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვა კლინიკაშიც იყოს მსგავსი აპარატი. ანუ არ გულისხმობ ნაიდეკს და არ გულისხმობ ამ კონკრეტულ მოდელს, თუმცა აპარატს, რომელსაც ჰქონდეს ეგ ფუნქცია, რომ ბადურის გამხმარე რქოვანის სისქე გაზომოს. აპარატები არსებობს რასაკურველია, რომელიც რქოვანის სისქეს ზომავს, მაგრამ ერთ აპარატში ყველა პაციენტში ამ ყველაფრის გათვალისწინება ესეთი საქართველოში არ არის. კი, მესმის. ცალკე შესაძლებელია. აქ ყველა პაციენტთან ხდება ამ ნიუანსის გათვალისწინება. სხვა შემთხვევაში რაც გამორიცხავს ფაქტიურად იმას, რომ არის სწორი დიაგნოზამდე მივიდეთ და რაღაცა ეჭვის ქვეშ დავაყენეთ. კი, ეგ ძალიან მაგარი შესაძლებლობაა საქართველოში, როგორც აბსოლუტურად ამ მსგავსი ტიპის აპარატი, თუმცა მე მაინც მგონია და დარწმუნებული ვარ და აზრი მაინტერესებს, რაც არ უნდა მაღალ ტექნოლოგიური იყოს აპარატურა და ხშირად მგონია მსგავსი შემთხვევა, რომ აპარატს აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, თუმცა ერთია, რამდენად იყენებენ ამ ფუნქციებს რეალობაში ექიმები და მეორე კიდევ ის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის ანალიზი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ თუნდაც აი ოსიტის შემთხვევაში გვაძლევს სურათ ძალიან მრავალშრიან გამოსახულებას, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილების მიმღები მაინც არის ექიმი, რომელმაც უნდა გაანალიზოს
იმ აპარატზე მოცემული ინფორმაციაც კიდე სხვა აპარატზეც და ეს ყველაფერი შეაჯეროს და რაღაცა ლოგიკურად და თავისი გამოცდილებით და თეორიული ცოდნით შეაჯამოს ეს. ანუ მაინც მივდივართ მაგამდე რომ აპარატურა რომ კარგია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა კიდე მით უმეტეს ისეთი აპარატებია რომ ფაქტიურად ყველაფერს გიწერს ზუსტად თუ არის მაღალხარისხიანი თუმცა ანალიზი და შემაჯამებელი ანალიზი მაინც ექიმზე გადამწყვეტია და ეს ძალიან ღრმა თეორიულ ცოდნას მოითხოვს დამწმუნეთ, იმიტომ რომ მხოლოდ ციფრები ეკრანზე გამოტანილი არაფერს ნიშნავს თუ არ ვიცით იმ ციფრების უკან რა დგას. მხოლოდ გამოსახულება ეკრანზე გამოტანილი არაფერს არ ნიშნავს თუ არ ვიცით ეს რას გულისხმობს თავის თავში შესაბამისად დამერწმუნეთ ეს ძალიან სერიოზულ თეორიულ ცოდნას მოითხოვს. აქვე მინდა გავაზიარო ჩვენი ურთიერთობა როგორც დაიწყო, მე როგორც კომპანიის წარმომადგენელი და როგორც ექიმი, აი ფაქტიურად ძალიან განსხვავებულად დავიწყეთ ყველაფერი, იმიტომ რომ მგონი ჩემი გამოცდილების პერიოდში, რაც მედიკში ვარ, მსგავსი кейსი არ მქონია და ეხლა გეტყვი რატომ. საინტერესო. პირველი ეს იყო გამონაკლისი, როდესაც ყიდულობს უკვე თქვა არსებული კლინიკა, მაგ შემთხვევაში ჩვენ ექიმის გარდა კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა რგოლებთან. აი მაგალითად შესყიდვების სამსახურია, კომერციული დირექტორი, დირექტორი, დამფუძნებელი, დირექტორი, დამფუძნებელი თუ კიდე სხვადასხვა, მანდ კიდე მოკლედ ბევრ ადამიანთან გიწევს კომუნიკაცია. და გარდა იმისა, რაც ექიმს უნდა ან მოწონს რომელიმე ბრენდი თუ რომელიმე ტექნოლოგია, ამის გარდა კლინიკა როდესაც ყიდულობს აპარატს, იქ არის კიდევ სხვა ძალიან ბევრი ფაქტორი. მაგალითად ფასი, რამდენად კონკურენტულია სხვა ბრენდებთან შედარებით, მომსახურება და ასე შემდეგ. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ ექიმი, რომელმაც უნდა იმუშაოს უშუალოდ ამ აპარატზე, ერთპიროვნულად არ არის გადაწყვეტილების მიღები. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება და მოყვები, რატო რომ ჩვენს შემთხვევაში იყო ასე, რომ გადაწყვეტილების მიმღები მეორე მხარეს იყო ერთი ადამიანი, ექიმი თავისი გამოცდილებით. ასევე ხაზი, რასაც მინდა გაუსვა, არის ის, რომ არიან ექიმები კი, რომლებიც ერკვევიან აპარატურაში და ტექნოლოგიებში, ვიცი მეც, თუმცა ასე ჩვენი მერე ბევრი შეხვედრიდან გამომდინარე, სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი, რომ ექიმი ასე დეტალურად ერკვეოდეს აპარატურაში, ასე აფასებდეს და იმის ღირებულებას ხედავდეს. ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული დავში და ძალიან ღირებული იყო ჩვენი ეს ურთიერთობა ჩემთვისაც, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ბევრი ახალი დეტალი გავიგე თითოეულ აპარატზე. და ასე მოხდა ჩვენი მოდელების შერჩევაც ნაიდეკის. მანდაც იყო გაოცება, იმიტომ რომ შევარჩიეთ ისეთი მოდელები, რომლებიც საქართველოში ნაიდეკს ჯერ არ გაუყიდია, ასე ვთქვათ, არ დგას ჯერ. ამ ხრივაც ინოვაციური არის აბსოლუტურად გათხოვილი ეს კლინიკა კი. მოდი ვისაუბროთ ამ გამოცდილებაზე, აი რის მიხედვით შეარჩიეთ, ვთქვათ, აპარატი, რა იყო, ეს ბრენდი რო საიმედოა და მაღალტექნოლოგიური და ზუსტია გავიგეთ, თუმცა კონკრეტულ მოდელებზე აი რისი გათვალისწინება მოხდა, რომ აგვიხსნათ ცოტა მარტივად. კი ბატონო, ანუ ისევ და ისევ დეტალებზე ორიენტირება. იმისთვის, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი დიაგნოზი, მაქსიმალურად სრულყოფილი შედეგები დაგვედო. უამრავი ნიუანსია, რომელიც არის გასათვალისწინებელი. ამიტომ აი ამ დეტალებზე ორიენტირების საფუძველზე, რომ გამოგვერიცხა ასეთი კითხვის ნიშნის ქვეშ არსებული кейსები. რომ გამოგვერიცხა რაღაცა გარემო ფაქტორებიც ხო, რაც შეიძლება არასწორი დიაგნოზისკენ წაგიყვანოს. დიახ. აბსოლუტურად გეთანხმებით. აქედან და ხარისხობრივ მხედველობაზე კონტროლის
სურვილი, ასე ვთქვათ, ანუ ციფრული ულტრათანამედროვე ტექნოლოგია. ეს არის, ანუ ის სიტყვები, რაც სრულად აღწერს ამ შესაძლებლობებს. რადგან ბრენდის გარშემო ვტრიალებთ, გითხრათ თქვენი გამოცდილება როგორია? აი ამ ეტაპზე რაც გვაქვს ჩვენ ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ არის ზუსტი აპარატი, თუ არის მნიშვნელოვანი ვთქვათ, სერვისი, მომსახურება, აპარატს რაიმე რომ დაჭირდეს, მით უმეტეს მაღალ ხარისხიანი აპარატურა არ ღირს იაფი, საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. რა იყო თქვენი პრიორიტეტები და როგორ მიდის ეს ანუ ხوار გაგიცრუთ იმედები მოკლედ ამით. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თბილისი Medics, რატომ? იმიტომ რომ ძალიან მოქნილი, ჩვენზე მორგებული, აბსოლუტურად რეჟიმია, ყველანაირად ფინანსების კუთხით, თქვათ, შემდეგ სერვისის გათვალისწინებით, ყურადღების თვალსაზრისით, თქვათ, თუ დამატებით რაიმე შეკითხვები, თქვათ, თუ რაიმე დახმარება, აბსოლუტურად სრულ მზადყოფნას ვგრძნობ თქვენის მხრიდან, მხარდაჭერას, გვერდში დგომას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თემას რა შევეხოთ საქართველოდან მაინც ოფთალმოლოგიაში, ასე ვთქვათ, გვაქვს ტექნოლოგიების, კლინიკებიც, ექიმებიც კარგი ყავს, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ისე, რომ პაციენტი მიდის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ ან დიაგნოზის გადასამოწმებლად. არის ხოლმე მაინც ის მომენტი, რომ ქართველ ექიმებს სწრინთ ხოლმე მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ძლიერი გვაქვს ეს მიმართულება და რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ესეთი დამოკიდებულება, რომ არ არის ჩვენ რადგან გვაქვს და ვართ კარგები, არ არის საჭირო სხვაგან დიაგნოზის გადამოწმება. ჩვენს ქვეყანაშიც არის ხოლმე რა თქვა და ერთ ექიმთან მიხვალ, რაც კონკრეტულ დიაგნოზს დაგისვავს, მაგრამ მაინც მიდიხარ და ამოწმებ მეორესთან. ეს ალბათ დრომაც რაღაცნაირად თავისებურად სხვანაირად მოიტანა, იმიტომ რომ პაციენტი უკვე ექიმთან მიდის ჩამოყალიბებული, ინფორმაცია მოძიებული და სხვანაირად გათვითცნობიერებული და უფრო უჩნდება ხოლმე რაღაცა კითხვები და აქ იმის სურვილი, რომ მეორესთანაც გადაამოწმოს. აი ტექნოლოგიების ნაწილშიც რო ვთქვათ, რამდენად ზუსტ ინფორმაციას იძლევა ჩვენი აპარატურა, რომ წავიღებ ვთქვათ მე ეს დოკუმენტი გერმანიაში, თურქეთში, საფრანგეთში არ აქვს მნიშვნელობა, გადავამოწმე, ცდომილება მექნება თუ არ მექნება, იმიტომ რომ ეს თქვათ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო რამდენად ენდობიან მოკლედ ამ კვლევებს საზღვარგარეთ. იმიტომ რომ როგორც წესი თავიდან ითხოვენ ხოლმე იქ მათ აპარატებზე გადამოწმებას, იმიტომ რომ თვლიან, რომ მაღალ ტექნოლოგიური აპარატურა აქვთ, არ გულისხმობ მე ამ შემთხვევაში ოფთალმოლოგიას, ზოგადად მედიცინას და პაციენტებზე მაქვს საუბარი. აი ამ შემთხვევაში როგორ იქნება? იცით რა, მე ასე ვიტყოდი. ყველა პათოლოგიისთვის არ არის ყველა კვლევა უნივერსალური. გააჩნია რა პათოლოგია გვაქვს და იმის მიხედვით ინიშნება უკვე ძალიან პათოგნომური, ძალიან სპეციფიური კვლევები, რომელიც ამ დიაგნოზს, გარკვეულ დიაგნოზს, წინასწარ დიაგნოზს ან დაასტურებს, ან უარყოფს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მიმართულებას, რომელი დიაგნოზის დროს რა კვლევებს მოვთხოვთ პაციენტს. თუ რა თქმა უნდა ეს არ არის დაცული, შესაბამისად მოხდება იმ დიაგნოზების დანიშვნა, რომელიც გარკვეულ დიაგნოზს ან გამორიცხავს, ანუ დიბდიაგნოსტირებას მოახდენს სხვა პათოლოგიებთან. ამიტომ ორი ერთნაირი პაციენტი არ არსებობს, ასე ვთქვათ. ყველა ორი ერთნაირი ადამიანი. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ გააჩნია კლინიკურ შემთხვევას და გააჩნია როგორ ხდება ექიმის მიერ ამ კონკრეტული დიაგნოზის ანალიზი და რა მიმართულებით მიყავს ეს კვლევები. მე ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება უკვე თუნდაც სხვა ქვეყნის ექიმების მხრიდან.
მადლობა. თამუნა, მოდი მოკლედ ვთქვათ, თქვენს კლინიკაში რა მომსახურების გაწევა შეგიძლიათ ასე ვთქვათ, რა მიმართულებები არის, იმიტომ რომ ოფთალმოლოგია დაყოფილია ძალიან ბევრი მიმართულება არის. რაზე შეგვიძლია მივიღოთ პაციენტი ამ ეტაპზე, რის დამატებას გეგმავთ და რა გვინდა რომ იყოს? ვთქვათ, სამომავლოდ რა მიზნებით? დიახ, კი ბატონო, მოდით უფრო მეტი სიცხადისთვის ოფთალმოლოგიაში ჩვენ ექიმები ვიყოფით ორი მიმართულებით. ეს არის თვალის კაკლის პათოლოგიების კურნალობა და თვალის დანამატების კურნალობა. თვალის დანამატები გულისხმობს ქუთუთოებს. ჩვენთან სრული დიაგნოსტირება ხდება თვითონ თვალის კაკლის პათოლოგიების და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მოხდება თვალის კაკლის ქირურგიული მკურნალობის დაგეგმა, რასაკვირველია, მაღალი ხარისხის ჩვენი კლინიკა ყოველთვის იქნება არა მარტო ხარისხობრივ მხედველობაზე ორიენტირებული, რომ მივიღოთ ციფრული ეფექტი, არამედ ნებისმიერი პროცედურის, ნებისმიერი დიაგნოზის დასმის ეტაპზე ჩვენი მთავარი ნიში, ასე ვთქვათ, იქნება ხარისხი. მხოლოდ მაღალი ხარისხის პირობებში, რაც ჩატარდება მხოლოდ მაღალი ხარისხის გათვალისწინებით. ეს რასაკვირველია, კოლოსალურ ინვესტიციებს გულისხმობს, თუმცა დამერწმუნეთ ხარისხი ამად ღირს. ნამდვილად, იმიტომ რომ შენს ქვეყანაში რომ გაქვს ამის შესაძლებლობა, რომ იცი რომ არსებობს ასეთი რამე, უკვე რაღაცნაირად სიმშვიდეა. მოდი აქვე მე არ ვიცი ახლა ფასებზე კონკრეტულად არ გვინდა საუბარი, მაგრამ რაღაცნაირად ახლა მაგაზე დავფიქრდი, რომ მაყურებელმა არ ჩათვალოს, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის თქვათ თქვენთან მოსვლა და რაღაც პროცედურების გადაღება დაკავშირებული. უბრალოდ ზოგადად რომ გითხრათ, რამდენად კონკურენტულია ფასები თქვენს კლინიკაში სხვა კლინიკებთან შედარებით? მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ესეთი მაღალი სტანდარტების მქონე, ულტრათანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატი, ფასები არის აბსოლუტურად სტანდარტული, რატომ? იმიტომ რომ არ არის მარტივი პაციენტისთვის, თუნდაც კონსულტაციაში საკმაოდ დიდი თანხების გადახდა, ამიტომ ამ კუთხითაც ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს და ჩვენთან კონსულტაცია არ აღემატება იმ სტანდარტულ ფასს, რაც არის საერთო ბაზარზე, ასე ვთქვათ. კი, გასაგებია, ძალიან კარგი რომ ვთქვათ მაგ ნაწილშიც, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ არის გეთანხმებით აბსოლუტურად. ხო, ისეთ მდგომარეობაში, რომ ხალხს ვთქვათ იმ სტანდარტულის გადახდაც უჭირს. ძალიან საინტერესო იყო. მოკლედ, ბოლოსკენ ესეთ რაღაცას დავაანონსებ, რაზეც ჩვენ ეხა სანამ დავიწყებდით ჩაწერას იქამდე მკითხე რომ ამეღო დასტური თამუნასგან. გეტყვით იმას პირველ რიგში, რომ ლინკს დავდებთ კლინიკის Facebook გვერდს YouTube-ზე. სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ინფორმაცია კლინიკის შესახებ. ასევე ხშირად არის ხოლმე და მეც ვიცნობ ადამიანებს, რომ აქვთ ეს მომენტი, თქვათ, ეს დიაგნოზი სწორია თუ არა, მივედი ერთ ექიმთან, მეორე ექიმთან, იმას სხვა მითხრა, ამას სხვა მითხრა, გავიკეთო თუ არა ლაზერული ქირურგია, ვთქვათ, სათვალის მოხსნის პროცედურა ეგრეთ წოდებული, ნებისმიერი რთული кейსი, ან გაურკვეველი, რომ თქვათ, დიაგნოზი ვერ დაგისვეს და თქვენ თუ უყურებთ ამას, აუცილებლად მოგწერეთ. ჩვენ დაგაკავშირებთ თამუნასთან და მოხდება უფასო კონსულტაცია აუცილებლად და ძალიან საინტერესო იქნება, მოკლედ ამ ჩვენს ვუწოდებ, ამ რადგან ტექნოლოგიები ჩვენი შეტანილია კლინიკაში, გაგიკეთებთ მოკლედ უფასო კონსულტაციას თამუნა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ აპარატურის საშუალებით ზუსტად მოხდება დიაგნოზის დასმა.
ამიტომ მოგწერეთ თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი გაქვთ, ან ვერ დაგისვეს დიაგნოზი, ან იცით, მაგრამ გადამოწმება გინდათ და გამოგვეხმაურებთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის. ბოლოსკენ თუ გინდათ, რადგან ეხლა არის ეს კლინიკა გახსნილი და ანონსივით გაგვიკეთეთ, რომ თქვა სად არის, ტერიტორიულად სად მდებარეობს და მე მგონი შეგვიძლია დავასრულოთ. დიახ, კლინიკა მდებარეობს აკაკი გახოკიძის 6 ნომერში. პაციენტებს, ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მიხვიდეთ. მადლობა. მადლობა თქვენ.